მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ზაურიენ ლუკა, ხოლო ეს არის ჩემი ახალი ვიდეო Clash Royale-ზე. დღევანდელ ვიდეოში ვითამაშებთ 2 versus 2 ბათლებს და მოკლედ სანამ ვიდეო დაიწყებოდეს, მინდა გითხრათ, რომ მეგობრებო, გათამაშების პასუხების შესახებ ვიდეო დაიდო, მოკლედ გაიმარჯვეს Android Tutorials-მა და ბარლაძემ. სამწუხაროდ მეგობრებო, ეს ვიდეო წაიშალა, იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა ცუდი ხარისხი, ასევე მას ჰქონდა ცუდი ხმა. და მოკლედ ვიდეო წაიშალა. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი გამარჯვებულებს. გათამაშება ახლიდან ჩატარდება და ახლიდან დაიდება ვიდეო 2 დღეში. ასე რომ ყველას წარმატებები გისურვებთ. ხო, კიდევ ძალიან დიდ მადლობას გიხდით მეგობრებო, რომ წინა ვიდეოზე ავაგროვეთ 35 ლაიქი. რაც შემეძლოთ ძალიან მაგარია. მოკლედ ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ეხლა კი უშუალოდ გადავიდეთ ვიდეოზე დროებით. ახლა მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ როგორც გითხარით 2 versus 2 ბეთლები მინდა შემოგთავაზოთ. და მოკლედ მოდი დავიწყოთ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს გამარჯვებულებს. იქნებ ერთ-ერთი მაინც ამოვიდეს კიდევ ერთხელ გათამაშებაში და ერთ-ერთმა მაინც მოიგოს. მოკლედ არასამართლიანია, ვიცი, მაგრამ რას ვიზავთ მეგობრებო? ძალიან ცუდი ვიდეო გამომივიდა სამწუხაროდ. მოკლედ 7 ლეველიანებს ხვდებით, ჩვენ კი 8 ლეველი ვართ. ნუ სინამდვილეში მე 9 ლეველი ვარ, მაგრამ ანუ ორივე ერთად გამოვდივართ 8 ლეველი. კარგი, ესე იგი აქ ვერაფერს ვერ ვითამაშებ, ნუ პრინც ვითამაშებ და ვოლკირიაზე რო გადაიტანს ყურადღებას, მე ვისვრი Minion Hordes დავსვავ. ასე რომ მეგობრებო, ესე იგი აი ეს ვიზარდი ყავს, პრინცმა დაარტყა ვოლკირიეს, ეხა გადავიდნენ ესე იგი Giant Skeleton-ზე. მოკლედ მე აქ Inferno Towers ჩავსვავ, მანამ დრო არის, ასე რომ გავანადგუროთ, მოდი ესეც ჩვენი Giant Skeleton-ი. ეხლა დაგჭირდება სასტიკად დაცვა, იქიდან გამომდინარე, რომ მოკლედ Baby Dragon-ი და Ice Wizard-ი დაგვისვა. იმედი მაქვს Ice Wizard-ს გავანადგურებთ, კი ესეც მოხდა. Baby Dragon-იც განადგურდა. აქ მე ელიტები დავსვი, შესანიშნავია, ძალიან მალე მოვკლავთ Giant Skeleton-ს. აქ კი ელიტებმა ვერც ერთხელ ვერ დაარტყეს სამწუხაროდ. ესე იგი აქ Poison-ი დაგვიგდო, Baby Dragon-ის და Valkyrie-ი გვიტევს. და რავი, ალბათ ამ თაუარს ჩამოგვიგდებენ სამწუხაროდ. მაგრამ რას ვიზავთ მეგობრებო, თამაშია. მე არ დავდებ მხოლოდ იმ ვიდეოებს, რომლებშიც ვიმარჯვებ, არამედ დავდებ იმ ვიდეოებს, რომლებშიც ვაგებ და ვიმარჯვებ. ასე რომ არ გიგონოთ მეგობრებო, რომ ყველა რაუნდში გავიმარჯვებ ან რაიმე ესეთი. შეიძლება ვიდეოში მოხდეს ის, რომ ყველა რაუნდში გავიმარჯვებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყოველთვის ასე გამომივიდე და ასე გამიმართლებს, ასე რომ ვთქვათ. ნუ თლად გამართლებაზეაც არ არის, ეს კარგ თამაშზე არის, როგორც ეხა ხედავთ, შემხვდა არც თუ ისე კარგი ოპონენტი. მოკლედ გავანადგუროთ აქ Minion Horde-ით ყველაფერი. სამწუხაროდ ვეღარ მოვასწარით ბოლომდე, თლად ბოლომდე. ყველაფრის განადგურება, აქ ელიტებს ყურადღებას არ აქცევს. ელიტებს კი ძალიან ბევრი დიმეიჯის მიყენება შეუძლიათ თაუერზე. ნუ თუ ყურადღებას არ მიქცევს, შეიძლება მთელი თაუერიც აიღოს. ესე იგი Fireball ტყუილად ესროლა ჩემი აზრით, ჩემიანმა, იმიტომ რომ არ იყო საჭირო აქ Poison-ით თამაშობენ კარგად. მოკლედ აქ Skeleton არმიას სად დასვა და რატო დასვა და რისთვის დასვა არ ვიცი, მაგრამ მოკლედ არ ვიცი. მოკლედ როგორც ხედავთ, არც უზე კარგი ოპონენტი და ანუ ოპონენტები კარგები არიან, უბრალოდ ჩემიანი შემხვდა ცოტა ნუბი, ასე რომ ვთქვათ. ნუ არ მინდა რომ ნუბი უწოდო, მაგრამ რას ვიზავთ, ესე არის. თაუერი ვერ მოხსენით სამწუხაროდ, ამ ბოლო 4 წამში კი მაინერი ვერაფერს ვერ მოახერხებს, ასე რომ პირველი მატჩი სამწუხაროდ წავაგეთ. კარგი, ოკეი, დავაწვეთ და გამოვიდეთ. ესე იგი შევიდეთ და quick match-ი ისევ და ისევ. იმედი მაქვს ამ ჯერზე კარგი ჩემიანი teammate-ი შემხვდება. ესე იგი Hog Mountain-ზე ვთამაშებთ, ანუ Arena 10-ზე, მოკლედ Golem-ის დეკი აქვს ამ მოთამაშეს და ჩვენც 8 ლეველები ვართ და ისინიც. მოკლედ Golem-ით დაიწყო ეგრევე. ნახოთ რას ითამაშებს მოწინააღმდეგე. აჰა, Elixir Collector-ი. როგორც ჩანს, მათაც Golem-ის დეკი ყავს. ასე რომ, რავი, ესე იგი პრინცმა პრინც დაარტყა, შესანიშნავია. ჩემი 4 ლეველიანი პრინცია, ხოლო მისი 3-იანი. მოკლედ აქ Poison დააგდა ჩემი აზრით ყულად, იმიტომ რომ Skeleton არმის გაშვებას არც ვაპირებდი. ეხლა ეფექტურად მოქმედებს ყველაფერი, მოკლედ ცალი ბაზა ჩამოუგდეთ.
minion horde და skeleton army-ს გავუშვათ და მოკლედ poison დააგდო შუაში რატომღაც და მოკლედ ძალიან მალე მოხსენით ტაუერი. როგორც ჩანს ნუბის ასტავი აღმოჩნდა, ან კიდე დაგვნებდნენ სპეციალურად მოკლედ golden chest-ი ამო მივიდა. ესე იგი კიდევ ერთი შევუტიოთ, მაგრამ და ვიდეოც დავასრულოთ, იმიტომ რომ ძალზე დიდი ვიდეო არ მინდა გამომივიდეს. ხო, შევეცადოთ ეს ვიდეო და ავიყვანთ 30 ლაიქზე. ჩემი აზრით შევძლებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 150-ნი ვართ უკვე და ესე იგი 9 ლეველი ვართ ჩვენ, ანუ ჩემი ვაიმე, აი რა ვქენი. ნუ მთლად ეგრეც არ არის ახლა საქმე. ოკეი. აქ ცალთავარი კი ჩამოგვიგდო მე მგონი. მაგრამ რას ვიზავდით მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ 3 მუშკეტერი უკნიდან, ნუ პრინცესა პრობლემებს მიქმნის ნამდვილად, მიქმნის, იმიტომ რომ ამათ გაანადგურებს მუშკეტერებს და იმან კი საკმაოდ ბევრი დიმეიჯი მოგვაყენა ტაუერზე. ესე იგი იმედი მაქვს ჩემიან დაიცავს, მე შეტევაში წავალ და იმედია არ აგვიღებენ. თუ აგვიღებენ არც ეს არ იქნება დიდი პრობლემა, იგივეს მეც გავაკეთებ, მოკლედ წესით უნდა აუღოთ ჩვენს ტაუერი. ნუ თუ არ აუღოთ, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ დიდი დიმეიჯი დავაკლოთ მაინც. კი ბატონო 859 დავაკელით. ეხლა არ ვიცი რა ვითამაშო. ნუ მეც სკელეტონები ვითამაშო. აქ ისრებს ვისვრი. კარგი ისრები იყო, ნუ არ ღირდა გამოყენება, მაგრამ მაინც. ესე იგი როგორც ჩანს ამ მოთამაშეებს სკელეტონების და გიყავთ. ნუ მოკლედ ცდილობენ რომ დააკლონონ და დაამირორონ სკელეტონები. ასე რომ არ დავაცდიამათ. ესე იგი Inferno Towers გავანადგურებთ, მოკლედ მაინერით დიდ დიმეიჯს ვერ მოგვაყენებს ჩემი აზრით. პრინცესაც მოკლედ მაინერით გავმკლავდები პრინცესასაც. იმედი მაქვს აქ ჩემიანი რაიმეთი თავს დაიცავს წინააღმდეგ შემთხვევაში. ანუ მოკლედ წავაგებთ ამ მატჩს, იმიტომ რომ მაგას ამ Towers-ს მოგვიხსნი და მაგრამ ახლა ვეღარ მოგვიხსნის. გავაყოლებ Skeleton Army-ს, მოკლედ Skeleton Army ითამაშა მანაც. ასევე აქ Valkyries დავსვო, რაც ჩემი აზრით ეფექტური იქნება, მოკლედ Poison დასვა სამწუხაროდ, ნუ ჩემთვის სამწუხაროდ, თორე მისთვის საბედნიერო ჩემი აზრით. Tornados ითამაშა, მოკლედ აქეთ ჩემს მოკლედ გოლემი ყავდა, ვერ შევამჩნია და ამდენი ხანი არ გამოიყენა. ესე იგი აქ მომიწევს ისრების გამოყენება, სხვა გზა არ მაქვს. და აი ახლა აქ უკვე ცუდად ვისროლე, ძალიან ცუდად ვისროლე ისრები ჩემი აზრით. მაგრამ არა უშავს, ესე იგი Royal Giant-ი დასვა. მიდი Royal Giant შენი იმედი მაქვს, მაგრამ ნუ აღარა მაქვს იმედი, იქიდან გამომდინარე რომ წავაგეთ მეგობრებო სამწუხაროდ. მოკლედ დღეს ვიდეო დასრულებულია, იმედი მაქვს მოგეწონათ. დალაიქეთ თუ მოგეწონათ და კომენტარით ასევე გამოიწერთ ჩემი და ზაურის არხი. სამწუხაროდ ეს ვიდეოები ზაურის გარეშე გამოდის ხოლმე, იქიდან გამომდინარე რომ ზაურის არცალია. მაგრამ გპირდებით რომ ძალიან მალე გამოახოლმე ზაურისთან ერთად ვიდეოები. ასე რომ გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, კარგად ბრძანდებოდეთ.